ბერკუტმა მაიდანი დატოვა კიევის დამოუკიდებლობის მოედანი ახლა მთლიანად თავისუფალია. ბოლო 24 საათია მაიდანზე სპეცრაზმი აღარ გამოჩენილა. სამაგიეროდ მკვეთრად გაიზარდა დემონსტრანტების რაოდენობა. ევროინტეგრაციის მოთხოვნით ქალაქის ცენტრში შეკრებულებს დღეს რამდენიმე რეგიონიდანაც შეუერთდნენ. საპროტესტო გამოსვლების მონაწილეები მაინის მთელ პერიმეტრზე ახლად მოწყობილი ბარიკადებით არიან განლაგებულები. ბოლო დარბევის შემდეგ დემონსტრანტებმა 4 მეტრიანი ბარიკადები თოვლით სავსე ტომბრებით გაამაგრეს. რატე ხვისტანი საუბრობს ახლა კიევიდან, რატე გისმენთ? კიევში ცენტრალურ მოედანზე ახლა უამრავი ადამიანია შეკრებილი. ადგილობრივები ამბობენ, რომ ამდენი ადამიანი აქციების დაწყების დღიდან სამუშაო დღეებში აქჯერ არასდროს მოსულა. მოსახლეობის ასეთი აქტიურობის მთავარი მიზეზი კი სპეცრაზმელების გუშინდელი აქტიურობაა. უკრაინელები აცხადებენ, რომ მათ არ შეეძლოთ მშვიდად სახლებში ეყურებინათ თუ როგორ ცდილობს ბერკუტი მშვიდობიანი მანიფესტაციის დარბევას. მომიტინგეების მოთხოვნები კი უცვლელი რჩება. ისინი ითხოვენ პრეზიდენტ იანუკოვიჩისა და მთავრობის გადაყენებას, რათა უკრაინას ევროპული განვითარების შესაძლებლობა ჰქონდეს. ჩვენი ოჯახების დასაცავად გამოვედით ქუჩაში. ჩვენი სურვილია ევროკავშირში შესვლა. ლვოვიდან ჩამოვედი, უკვე 10 ღამეა აქ ვარ. ბერკუტის რამდენიმე შეტევას გაუძერით. გვინდა რომ ხელისუფლება შევცვალოთ. უკრაინა უნდა განვითარდეს ევროპული გზით და არა პუტინის ან აზიური გზით. აუცილებელია შეიგნონ და გაითვალისწინონ. მე და ჩემი მეგობრები ჩამოვედით, იმიტომ რომ გვინდა ევროკავშირში. აუცილებელია ის ადამიანები დაისაჯონ, ვინც ამ მოთხოვნის გამო სისხლი დაღვარა. სპეცრაზმის წარმომადგენლები დღეს კიევში აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე აღარ გამოჩენილან. მომიტინგეებმა კი მაიდანის ყველა შემოსასვლელში უზარმაზარი ბარიკადები ააშენეს, რომელთა სიმაღლეც რიგ შემთხვევებში 4 მეტრს აღემატება. აქციის ორგანიზატორები კი ვარაუდობენ, რომ დასვენების დღეებში მომიტინგეების რაოდენობა მილიონს გადააჭარბებს. მადლობთ, რატე ხვისტანი საუბრობდა კიევიდან.